სვლელობა თბილისში მარში ორბელიანის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ ეს არის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აქცია. მარშის ორგანიზატორია 10 დამოუკიდებელი პროფკავშირი რეპრესიებთან ერთად აპროტესტებენ რეჟიმის უსამართლო სოციალურ პოლიტიკას. Ჩვენ კორესპონდენტი ნუცა ბახუტაშვილი აშუქებს აქციას ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნუცა, თუ შეიძლება დეტალები მოგიყევი აქციიდან. ორბელიანის მოედანზე უკვე შეიკრიბნენ მშრომელები. დღეს მშრომელთა საერთაშორისო დღეს 1 მაისს სიმბოლურად შეარჩიეს ორბელიანების მოედანი, ეს ადგილი, სადაც 1901 წელს პირველად გაიმართა მშრომელთა გამოსვლები. მე გაჩვენებთ კადრში ახლა რა ვითარება არის აქ. ცოტა ხნის წინ ადამიანებს, რომლებიც პროტესტის გამოსახატად არიან დღეს შეკრებილები, შემოუერთდა მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამ ადამიანებს სათქმელი აქვთ ერთი რამ. გააპროტესტონ ის არათანაბარი და არასამართლიანი სოციალური პოლიტიკა, რაც ქვეყანაში არის და ასევე ქართული ოცნების მიერ გატარებული რეპრესიები, რომელიც საჯარო სამსახურებში, საჯარო უწყებებში მას შემდეგ წამოიწყო რეორგანიზაციის სახელით, რაც საჯარო მოსამსახურეებმა გადაწყვიტეს კონსტიტუციის ერთგულები დარჩენილიყვნენ. 10 პროფესიული კავშირი არის დღევანდელი მარშის ორგანიზატორი, რომელიც სულ ცოტა ხანში უნდა დაიძრას და მივიდეს ქართული ოცნების მთავრობის კანცელარიასთან. ეს ადგილით სიმბოლურად შეარჩიეს აქციის ორგანიზატორებმა, რადგან სწორედ მთავრობის კანცელარია იყო ის ადგილი, სადაც მაგალითად ჩუქრუთელები აპროტესტებდნენ მათ პრობლემებს, თუმცა მათ დახმარება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან ვერ მიიღეს. დღევანდელ აქციაზე საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ბანერებით არიან შეკრებილები მშრომელები. ჭიათურა არის ყურადღების ცენტრში და ისმოდა აქ ცოტა ხნის წინ შეძახილები სოლიდარობა ჭიათურას და იმ პრობლემებს, რომელიც მაღაროელებს აქვთ ჭიათურაში და რომლის მოგვარებასაც უშედეგოდ ითხოვენ უკვე დიდი ხანია. ასევე მნიშვნელოვანი არის საჯარო მოხელეები, რომლებიც აპროტესტებენ იმ რეპრესიებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ რეორგანიზაციის სახელით წამოიწყო. მე ვხედავ კახი სამხარაძეს, მოგესალმებით, ის არის პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბატონო კახი, გითხარით დღევანდელი დღის შესახებ უფრო მეტი. თქვენ 10 პროფესიულ დამოუკიდებელ კავშირთან ერთად მუშაობთ კოორდინირებულად და დაგეგმეთ დღევანდელი დღე. მთავარი მოთხოვნა და სათქმელი ამ მარშზე რა იქნება თქვენი სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებები? მოგესალმებით. პირველ რიგში ჩვენი სათქმელი არის, რომ დღეს არის 1 მაისი, საყოველთაო სოლიდარობის დღე. ეს დღე დაწესდა პარიზში ევროპული ცივილიზაციის საფუძველზე და დასავლური ისტორიის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ეს გამოსვლები 1 მაისს ბუნებრივია თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო და ეს არის დღე, რომელიც არ უკავშირდება არც ერთი გაგებით რაიმე ჩვენს ბნელ წარსულს და არასწორ წარსულს. ეს უკავშირდება წმინდად ევროპულ ღირებულებებს, ევროატლანტიკურ ღირებულებებს, რომლის ერთგულების გამოც ჩვენ მოგვიწია სამს განგვეცადა საკუთარ თავზე დევნა სახელმწიფო სისტემისგან, რომელიც არის უკვე ძალიან მავნე ფორმებში გადაზრდილი. კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს რესტრუქტურიზაცია თუ რეორგანიზაცია არის ზუსტად აი ამ ფორმებში გამოხატული, რომ ამ შემთხვევაში სისტემა აკნინებს, ამცირებს და ფაქტიურად ანულირებას ახდენს იმ მიზნისა, რაცაც უნდა ემსახურებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზანი არის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ დამსახურებული ადგილი ევროპულ ცივილიზაციურ ოჯახში და ბუნებრივია მათ შორის ეს გამოხმაურება არის სოლიდარობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რომელთანაც დღეს დაიწყეს რეორგანიზაცია, პარლამენტში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და უამრავ სახელმწიფო სისტემაში ჩატარდა უკვე რეორგანიზაცია და დღეს შედეგად გვაქვს, რომ 8-ზე მეტი და გაცილებით მეტი არის განთავისუფლებული უკვე, აი თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განთავისუფლდნენ თანამშრომლები და აქვე აუცილებლად ჩვენი პროტესტი არ იქნება სრულფასოვანი თუ არ ვიტყვით, რომ ეს არის სოციალური პროტესტი და ეს ხიდი, რაც ჩვენ დღეს გავდეთ, ჩვენ დღეს ვიყავით ჭიათურაში და ჭიათურაშიც გამოვხატეთ ჩვენი სოციალური მხარდაჭერა იმ პროტესტისადმი, რომელიც რეგიონებმაც უნდა მოიცვას.
დიდი მადლობა კახი სამხარაძე სუსმენდით. სულ ცოტა ხანში ეს მარში დაიძრება, როგორც გითხარით, ქართული ოცნების მთავრობის კანცელარიასთან მივლენ. ეს ადამიანები აპროტესტებენ იმ უთანასწორო სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მშრომელებს შეექმნათ, ასევე აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ დაწყებულ რეპრესიულ პოლიტიკას საჯარო უწყებებში, იმის გამო, რომ ადამიანები საჯარო მოხელეები დარჩნენ კონსტიტუციის ერთგულები და არ დაუჭირეს მხარი ირაკლი ყობახიძის გადაწყვეტილება შეეჩერებინა ევროინტეგრაცია. შესაბამისად 800 მეტი ადამიანი საჯარო უწყებიდან გაათავისუფლეს და შეეხოთ მას ეს რეპრესიები. ეს ადამიანები დღეს დღევანდელ მარშს შემოუერთდებიან და მივლენ მთავრობის ადმინისტრაციამდე. კიდევ ერთხელ შეეცდებიან საკუთარი პროტესტის ხმა გააგონონ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ მაღალჩინოს.